ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. პარლამენტთან დემონსტრაცია დღეს საღამოს ისევ განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ პარლამენტთან შეკრებილებს ფილარმონიიდან დაძრული მსვლელობის მონაწილეები შეუერთდნენ. აქცია უკვე 47 დღეა მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი ცოტა ხნის წინ გადაიკეტა. შალვა სუმბაძეს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. შალვა. აქციის 47 დღე ტრადიციულად საკანონმდებლო ორგანოსთან 7 საათზე შეკრებით დაიწყო და ახლობებით 9:30-ისთვის უკვე სავალი ნაწილი გზის გადაიკეტა და აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ასევე ავტომობილებისთვის გადაადგილება არის შეზღუდული. აქციის მონაწილეების სასტვენებით, აქ მოტანილი ბანერებით, შეძახილებით გამოხატავენ საკუთარ პროტესტს და ითხოვენ იმ ძირითადი მოთხოვნების შესრულებას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ასევე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ითხოვენ როგორც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას, ასევე მარტის აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. პერიოდულად რუსთაველის გამზირზე მოდიან სხვადასხვა ნიშნით ჯგუფებად შეკრული პირები, რომლებიც მსვლელობებს მართავენ სხვადასხვა ლოკაციიდან. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, რომ აი სწორედ ამ წუთებში აქცია შემოუერთდა ფილარმონიასთან დაწყებული ფარმაცევტთა მარში, რომლებიც მოთხოვნებს უერთდებიან, იზიარებენ ამ მოთხოვნებს. მსვლელობების გარდა აქ ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი მიხაილ როთი, რომელიც ასევე იზიარებს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და განმარტავს, რომ აუცილებელია ცვლილებები იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. სხვა მხრივ აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. აქ არ შეინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მობილიზება, იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობიანად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. გზა გახსნილია როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს აქ არ არის ეგრეთ წოდებული ლაზერი, რომლითაც საკუთარ სათქმელს გამოხატავენ ხოლმე აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე წარწერების გაკეთებით. ჩვენ ბუნებრივია ვრჩებით ადგილზე და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაგიბრუნდებით. მადლობა. შალვა სუმბაძე აშუქებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.